როდესაც 22 წლის ვიყავი თბილისში, სოლოლაკში, მიტოვებული ბინის პირველ სართულზე, ნაგავში ვიპოვე წიგნი, აგნი იოგა. მაშინ უბრალოდ გავხსენი წიგნი და წავიკითხე ერთი წინადადება. და თითქოს ჩემი ფიქრები დავინახე ფურცელზე, რასაც ყოველთვის გრძნობდი, მაგრამ ვერ ვამბობდი. ვიღაცას უკვე დაწერილი ჰქონდა. ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა იყო, თვალსაზრისის ცვლილებების წერტილი. მიხვდი, რომ არსებობს რაღაც ხმა, რომელიც ერთსა და იმავეს ეუბნება ყველა ადამიანს. ეს ფიქრები არ გაძლევენ განსაკუთრებულობას. ისინი უბრალოდ გაქცევენ გლობალური, კოლექტიური არაცნობიერის ნაწილად. ეს ძალა, ეს ცოცხალი არსება. მაშინ დავინახე პირველი კავშირი, თუ როგორ ქმნიან ფიქრები რეალობას. მივხვდი, რამხელა თავისუფლება და პოტენციალი შემეძლო მეჩვენებინა ადამიანებისთვის. და თავადაც გამხდარიყავი ამ ძალის ნაწილი. აგნი ზოგადად არის წარსულის მეცნიერება, მომავლის მეცნიერება. ცეცხლი ჩვენი ხელოვნება. ეს არის ის, რაც გვაქცევს ადამიანებად. საკუთარ თავს უნდა მისცე დრო, რომ აღიქვა ეს ელემენტი. რაღაც ისწავლო მისგან. გაიგო, როგორ არ უნდა დააზიანო ცეცხლი შენი ყოფნით და მოქმედებით. აგნი იოგა ძალიან ლამაზი მეცნიერებაა. ეს არის სწავლება იმისთვის, რომ ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავის ფრაგმენტები და გახდეს ერთიანი სტრუქტურა, ჰარმონიაში მყოფი გონება, სხეული და სული.